საერთოდ საინტერესო ვიდეო ვრცელდება ახლა ინტერნეტში. არაბულად რაღაც რეკლამა კეთდება. არაბულენოვანი ხალხისთვის იმაზე როგორ ვითარდება საქართველო და რა კარგია აქ უძრავი ქონების ყიდვა და გავუშვათ მოდი თარგმნი რაზე ელაპარაკ თუმცა იქ ტიტრებიც არის და შეგიძლიათ წაიკითხოთ. أنا اليوم بتبليسي جورجيا. هاي البلد اتطورت بآخر 5 سنين بشكل رهيب وراح تضل تتطور وتتقدم لكمان 20 و30 سنة. لهيك شركة إعمار من أكبر شركات الاستثمار والعقارات بدبي عم تستثمر هون ومكتبنا صار له أكثر من 10 سنين عم بيستثمر في جورجيا وعندنا أقوى وأفضل العقارات هون في جورجيا تبليسي. وعندي إسا مجمع سكني بحد الجامعات ابتداء من $50,000 بس. ومش بس هيك دفعة أولى $20,000 فقط والتسليم كمان 2 سنين وراح تنباع $80,000 كل شقة. يعني ربح أكثر من 50% عن رأس المال. هيك استثمار حرام تضوعه. تواصل معي علشان أقول لك كيف إحنا بنستثمر ولحالك أنت قرر. ანუ აი ეს არის შინაარსი არის შემდეგი თბილისი და საქართველო არის ძალიან სწრაფად განვითარების რეჟიმში ყოფი ქვეყანა ეს ქვეყანა კიდე გააგრძელებს 30 წლის განმავლობაში განვითარებას აქ ჩვენ აი ამ სწორედ ამიტომ აი MR ჯგუფია ის არაბული კომპანია რომელიც 6 მილიარდიან ინვესტიციას აპირებს აი აქ ვიწყებთ აი ინვესტიციას ეხობით არ შეხვდა კობახიძე ერთ-ერთ ხო ეგ სურათიც აჩვენა შეიხს ხო აი შემთხვევით არ შეხვდა ეხლა აი ვიწყებთ ამ ინვესტიციას ეხლაც ფლობთ სამშენებლო პროექტებს რომელიც მდებარეობს უნივერსიტეტთან უნივერსიტეტის ქუჩაზე და სადაც ქონების ფასი უძრავი ქონების ფასი იწყება $50,000-დან და შემდეგ იქნება იქ $80,000 შესაძლებელი იქნება აქ ბინის შეძენა ეს არის ძალიან სარფიანი და ძალიან საშური ინვესტიცია და ყველას მოგიწოდებთ იყიდოთ ბინები. ანუ ხო გესმით ამას ქართველების სარელაპარაკება ეს არის არაბების ეძახის $9 მილიარდ არაბს ნუ ყველას არა აქვს ფოკუს ჯგუფი ეგ არის ფოკუს ჯგუფი ეგ $9 მილიარდი ხალხო ციფრს დაუკვირდეთ დედამიწა ზურგზე არის $9 მილიარდი არაბულენოვანი სახელმწიფო ხო და მე რას ვამბობ იცი სამწუხარო რა არის ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე ქართველი ამ საკითხს და ამ პრობლემას ჯერ ვერ აღიქვავს და ამაში საფრთხეს ვერანაირ ვერ გძნობს და ვერ ხედავს. და პირიქით მაგალითად ლიბერალური მედიები ხელისუფლებასთან სოლიდარულები არიან ამ საკითხში. ჩვენ გვიტევდნენ ის რაღაც მითების დეტექტორები და ეს NGO რაღაც მედიები რომ ულტრამემარჯვენე ქსენოფობიური ჯგუფებიო რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებენო ხელისუფლების მიერ შემოღებულ აი ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. საინტერესო რა არის, იცი? აი ეგ ლიბერალური ჯგუფები ოცნებას, აი ბავშვის სისხლის დალევას დააბრალებენ პრობლემა არა აქვთ. აი სულ რო არაფერი გაფუჭებული არ ქონდეს ოცნებას, დააბრალებენ პრობლემა არა აქვთ. ოღონდ აი ამ თემაზე ოცნებას გადაეფარნენ და ჩვენ შემოგვიტევენ. ანუ ოცნებას იცავენ ლიბერასტები ამ საკითხში, იმიტომ რომ ამ ქართველების ჩანაცვლების და აი აქ რაღაც ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებაში უნისონში მღერიან კაცო ოცნება და ეს ლიბერალური ჯგუფები. პრობლემა არ აქვს, აბა კითხეთ ნებისმიერ ლიბერალ პოლიტიკოს ამ საკითხზე რას ფიქრობთ? არაფერს არ ფიქრობ, პირიქით გეტყვის კარგია. ინვესტიციები კარგიას გეგაქცევს. ამ საკითხში ვინც რაღაც პრობლემას ხედავს, ის არის ფაშისტია გეტყვის. ხო და უყურეთ როგორი რაღაცა. გავა 10-15 წელი. გავა 10-15 წელი და ეს ტენდენცია თუ შენარჩუნდა, ყველას კარებში დააკაკუნებს ეს პრობლემა. ყველას შეაწუხებს ეს პრობლემა. ნუ რა ვიცი, ნუ წარმოუდგენია, რომ აფერი არ მოხდება, კაცო, მოხდება. აი თბილისში მაგალითად იქნება უბნები, რომელსაც ახლა შეიძლება სხვა სახელი ქვია, მაგრამ მე დაარქმევენ რაღაცა პატარა მას ინდოეთს, პატარა პაკისტანს. დიდი იქნება. ხო, ანუ პირობითად ხო და ეს ხალხი ხო, აი ლიტო პაკისტანთან შედარებით პატარა იქნება. ხო, პაკისტანთან კი, მაგრამ საქართველოს მასშტაბით დიდი იქნება. ეს ხალხი კი არ აპირებს კაცო თავისი
რამე იდენტობის შეცვლა, ან თავისი რელიგიური ან კულტურული იდენტობის შეცვლა. არა, ეს ხალხი პირიქით თავის მრწამს და კულტურულ ექსპანსიას ახდენს. Twinvest თუ გონია რომ ეს საქართველოს მოქალაქეები გახდებიან, ეხა მართლმადიდებლებად მოინათლებიან და რა ვიცი, ქართველების რიგებს შეავსებენ, ნუ რას უკაცრავად, კაცო, აქეთ პრეტენზიას ამოგიყენებენ. ამიტომ კაცო, უკვე მომბეზდა ერთი და იგივეს განმეორება. 9 მილიარდიან ევროპას შეხედეთ, რა დღეშია. აგერ ეხლა ირლანდიაში რამოდენიმე დღეა მიმდინარეობს მრავალათასიანი მიტინგები, დაიღალა უკვე ეს ირლანდიის მოსახლეობა, რაღაც თელესოფლიოდან ჩაიყვანეს ეს მიგრანტები. კონარ მაგრეგორიც კი შეწუხდა, მე მგონი მალე ირლანდიის პრეზიდენტი გახდება. ისე დაიქოქა და ტაკერ კალსონთან ინტერვიუსში განაცხადა, რომ ეს თემა გვაწუხებს ყველა ირლანდიელს. რომ მალე კარგავთო ჩვენს ქვეყანას. ხო და სადღაც წარმოიდგინა ევროპის ბოლოში, რომ ირლანდია შეწუხებული ამ საკითხით. აქვე რო ცხოვრობ, ყველაზე ახლო შენ ხარ პაკისტანთან და არაბეთთან და ავღანეთთან. შენ რატო ატარებ იმ პოლიტიკას? შენ 3 მილიონიანი პატარა ქვეყანა, რომელიც ამ სამყაროს შუაგულში ხარ. ირლანდია, კაცო, კიდე იგით კუნძულია იმაში, ჩრდილოეთ ევროპაში. რაღაცას მოიფიქრებენ ისინი და მოახერხებენ. შენ აქ შეცდომის დაშვების საშუალება არა უნდა გქონდეს. იმიტომ რომ ეს საკითხი თუ ასე მიუშვით, როგორც ეხლა ამ თავრობის პირობებში, ჩვენი და ჩვენი შვილების საბრძოლველი გახდება. და საერთოდ არ არის თან გარანტირებული, რომ მაგ ბრძოლაში გავიმართ. აი ვიღაცას ხო ვერ წარმოუდგენია და გავა რაღაცა პერიოდი და აქ ჩვეულებრივად ეგენი დაგიწყებენ გახსენ. თბილისს კაცო 400 წელი არაბები მართავდნენ. იმიტომ რომ კი ბატონო, იყო ეგ პერიოდი. და ხა ხო ყავს ეგეთი სამეზობლოში ყავს ეგეთი სხვა ხალხი, რომელიც ასევე აცხადებენ პრეტენზიას. ხო და ზუსტად ეგეთივე პრეტენზიები გაუჩნდებათ ანუ საქართველოს ხალიფატის ნაწილად განიხილავენ. ვინმეს წარმოუდგენია, რომ თქვენ ქრისტიანები ხართ? კი ბატონო ბიჭები. ანუ ვისაც გონია რომ აქ ჩამოსული პაკისტანელები და ინდუსები აქ ელარჯს ამოწელავენ და ხინკალს მოახვევენ და ჩაკრულოს იმღერებენ და ეგენ გახდებიან მასიურად ქართველები, რავი, შტერები ხარ დღეს. და ეგ არც არის საერთოდ ეგრე. არც გვინდა რომ ვიღაცა ახლა ჩამოვიდა და ჩაკრულო იმღერა, არაფერი მაგაში არც ეგ არ არის კაი პროცესი. ანუ აქ სინამდვილეში რა არის, იცი? ეს პრობლემა, რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, ამ პრობლემას ყველა ხედავს დასავლეთში, ამ პრობლემას მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში უკვე ყველა ხედავს, აი ქუჩაში რომ დადის, უფრო და უფრო ეს პრობლემა თვალსაჩინო ხდება ყველასთვის. აი 2 წლის წინ ეს პრობლემა გაცილებით ნაკლებად იდგა, ვიდრე ახლა და ამას ეხა ჩვენი ახსნა რომ არ უნდა ჭირდებოდეს, რომ ეს უფრო და უფრო მზარდი პრობლემაა და ეს ინვესტიცია, რაღაცა არაბული ინვესტიცია ამ პრობლემას მხოლოდ გააუარესებს. ეს ხო ფაქტია. და აქ საქმე რა შეიცით? თუ ჩვენ დავრჩით ტყვეობაში რაღაცა სისულელე პოლიტიკური, რაღაცა პროცესების, რომ სადაც გამორბის ვიღაც ერთი მხარე ოპოზიცია გამორბის და რაღაც სისულელე ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების ზღაპრებს გახკივის და ვერ აჩუმებენ მას, არც აჩუმებენ. აქეთ მერე ოცნება ვითომ ასრულებს რაღაცას, არც ასრულებს. აი ასეთ სისულელეებში თუ გავიბლანდეთ და ასეთი პრობლემები საბოლოო ჯამში არ გამოვეხმაურეთ და საქართველოს პოლიტიკა თუ არ გადავიდა აი ასეთ პრობლემებზე, მაშინ ჩვენ სინამდვილეში ყოველდღიური ქუჩაში გავლა გახდება საშიში. აი ქუჩაში რომ გაივლით, შეიძლება მთლად უსაფრთხოდ ვერ მიხვიდეთ დანიშნულებას ადგილზე. პრობლემა რა შეიცი? მაგაში სინამდვილეში 90% გვეთანხმება.
ანუ 90% გვეთანხმება იმაზე, რომ ეგ პრინციპში ასახსნელიც კი არ არის, რომ აქ ეხლა ძალიან ბევრი რო გახდეთ ჩამოსულები, ძალიან დიდი პრობლემა იქნება. მთელი პრობლემა მდგომარეობს სხვა რაღაცაში. ეხლა რა ფაქტიც მოვიყვანეთ. ამის არ ჯერა ბევრს. აი რაღაც მე პრეტენზია მაქვს გულგრილ ან თავს რო იშტერებს მასეთ ნაწილთან ხალხის. აი ეს ფაქტი მაგიტოა მნიშვნელოვანი, კაცო, აქ ის არ არის ასახსნელი, რომ 200,000 ის რა ქვია ინდუსი და 500,000 არაბი რო გაჩნდეს, უცებ თბილისში კონფლიქტები იქნება, ყველათან ხდება მაგას. აი 6 მილიარდიანი არაბული ინვესტიცია შენდება, იქნებ ქართველებისთვის აშენებენ, ჩვენ ხო არ ვიცით, პროექტი ვნახოთ. აი ეგ არის, ეგ ხალხია, გამოშტერებული ნაწილი, რომელიც აი ბიჭო, მომყავს აგერ მაგალითი ვიდეო რეკლამას აკეთებენ არაბებისთვის. მაგისთვის მომყავს, თქვენთვის მომყავს ხალხო, ვინც რაღაცა რატომღაც ცდილობთ, რომ თავი ილუზიებს ჩაიგდოთ. იმათთვის აკეთებენ რეკლამას, იმათთვის აშენებენ. ვისთვის შენდება ეს ისინი რო შენდება? ახალი ქალაქი შენდება ქალაქში. აი ეგ ვიყიდულობთ. მარტივად არის, ეხლა ვინც გვისმენთ. თქვენ აპირებთ ეხლა გონიოში რო რაღაცა პენტჰაუსები აშენდება, ან თქვენ აპირებთ ეხლა იქ $9,000,000 იმის ყიდვას? ან კაი $9,000,000 პენტჰაუსი იქნება, აი $250,000 თქვენ აპირებთ ეხლა იქ იმის ყიდვას სახლის ან ვილის? არა, თქვენ გარშემო ვინმე აპირებს თქვენ საახლობლოში, სანაცნობლოში, სამეგობროში. თქვენ ეგეთი ფინანსური მდგომარეობა, ანუ თქვენ ხართ მაგ ხალხის ფოკუს ჯგუფი, თქვენთვის აშენებენ მაგ ბინებს? კაი ნაწილს აშენებდეს ვიღაცა შეძლებულისთვის, ვინც შეიძლება გვიყურებდეს და ან ნაწილი ბინების არ იყოს ძალიან ისეთი ძვირიანი და ჩვეულებრივი ხალხი წყიდულობენ. ბიჭო, ეს ვისთვის აკეთებს რეკლამა? ესე ხო იმაძე ყიდიან რა. ხმა უნდა ვიზე. რო იძახე 6 მილიარდიან არაბულ ინვესტიციას, მე რო გაჩვენებ და გეუბნები, რომ ხალხო ხო გასაგებია, რომ 6 მილიარდს თავ ჩვენი ხალხის ხარჯზე ვერ ამოიგებენ და აი დაშტერებული სახით რო კითხულობ, რომ იქნება პროექტი ვნახოთ ჯერ. აგერ გავიდა რამდენიმე თვე ნახე პროექტი, რატო არ დაგიდეს? სად არის რა პროექტის დაინტერესდი ვაფშე? ერთი მაინტერესებს, აი საერთოდ მაინტერესებს რა უნდა ეწეროს იმ პროექტში, რომ აი რაღაც ფურცელია და არ ინერვიულობთ ხალხო ქართველებზე ვყიდით თუ რა წერია ხა პროექტი რა უნდა იყოს იმას უძრავ ქონებას ვაშენებთ და მე უნდა გაიყიდოს და ვისთვის აშენებენ ვისე უნდა გაიყიდოს რავი რეკლამას აკეთებენ არაბებზე და რა ვერ დააკავშირე რა ვერ გაერკვიე ქართველები არის უფრო ნაკლები ამ ქვეყანაში უცხოელები ბევრი აშენდა კორპუსები გუშინ ეტეოდით დღეს ხარ მილიონნახევრით ნაკლები ვიდრე იყავი რაღაც რა ვიცი 30 წლის წინ. აი როგორ წარმოგიდგენია ეს კორპუსები რო შენდება? კი კაცო მაგას რაღაც პროცენტს ახლა ქართველებიც ყიდულობენ და ნუ ხო ყველას ღმერთმა გაუმარჯოს ნეტა ბევრი იყიდენ, მაგრამ ახლა ძალიან ბევრი რო უცხოელი ყიდულობს და მაგაზე როა ეკონომიკური გათვლა. რა ვიცი აქ ახლა აქ არის ეს რაზე ჩვენ გვიწევს საუბარი რაღაცას მოვიძიებთ იქ რაღაც ვიდეო დაიდება და აგერ ხალხო ნახე არაბი აკეთებს არაბებისთვის რეკლამას წესით ეს არ უნდა გვიწევდეს ეს ეს გასაგები უნდა იყოს ყველა ჩვენაირად უნდა თუ ადამიანს უნდა რომ თავი გამოიშტეროს ვერაფერს ვერ იზა მის მაინც გამოიშტერებს თავს ასეთი კომენტარი დაიწერა აი მაგაზე მეუბნება ერთი ნაცნობი კაროჩე დუბაიში არაბები უმცირესობა არიან და მერე რაო შეხედე რა მაგარია იქ ცხოვრებაო მე უკვე აღარ ვიცი რა ეშველება ამ ქვეყანას როცა ვიგებ საქართველოში რაღაც პრობლემა დემოგრაფიულ პრობლემაზე საქართველოში ლაპარაკობ დემოგრაფიულ პრობლემაზე და რაღაცა
ისეთი მაგალითები რო გვესმის, სადაც რაღაც 9 მილიარდიანი რაღაცა მოსახლეობაა, 9 მილიარდი ცხოვრობს სადღაც და მაგალითად იქ რო ეგრეა, არ ვიცი, იმას გაანებე თავი კაცო, ის იმას დააცემინოს მოკვდები. აი, ბიჭო, ნახე, ბოლო რამდენიმე წელია მაგალითად, ბოლო რამდენიმე წელია ჩინეთს აქ დემოგრაფიის ვარდნა. და ეხლა ვიღაც რა ვიხოთ ჩინეთში მცირდება მოსახლეობა და თქვენ რატო ნერვობ და ბიჭო რა არის იცი მეგობა რომ აი მილიარდ ნახევრიანი აიგე და ხა მილიარდ ნახევრიანს რო ცოტა უმცირდება მოსახლეობა რაღაცას უშველის თავის თავს და მე 5 მილიონი ვიყავი 20 წლის წინ აიგე ეხლა ვარ 3 მილიონ ნახევარი ოფიციალურად მაქედან თან ბოლო 10 წელიწადში 10% ჩამინაცვლეს უცხოელებმა და ბოლოს კაცო აქ დავრჩებით რავი 5 კაცი მე მგონი ანუ არის რაღაცა ზღვარი რომლის იქითაც საერთოდ დემოგრაფიული სიტუაციის გამოსწორება ვეღარ ხერხდება